Ბროტო საქმეს უნდა შევეხოთ. ახლა და შეგიძლია რომ კი, მე გავაგრძელებთ რომ ჭირდება, ასე რომ პერიოდულად შემოგიერთდებით. თან კერძი ამზადა და თან ჩვენც მოგვისმინა. მაყურებელს ვეტყვი რომ სანამ გადაცემის მთავარ ნაწილზე გადავალთ, აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ ფაქტს, რომელიც ეხება ჩვენს ჯანმრთელობას. თურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგეხსენებათ რომ გაავრცელა ინფორმაცია რძის პროდუქტებში αφლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობის აღმოჩენის შესახებ. Aflatoxini წარმოიქმნება ობის სოკოებისგან, aflatoxinით დაბინძურებული საკვები საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაწყებულია აღნიშნული პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა და აი ამ ამბავს გამოეხმაურა პედიატრი თემურ მიქელაძე, რომელიც ახლა ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის, რამდენად საშიშია რძის ნაწარმში აღმოჩენილი ნივთიერება ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. ბატონ თემურ, მოგესალმებით პირველ რიგში. თუ გესმით ჩვენი ხმა, დაგვიდასტურეთ და დავიწყოთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოსვლისათვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა. ბატონ თემურ, დავიწყოთ საუბარი და დავიწყოთ მთავარი და ყველაზე აქტუალური კითხვით, რომ გითხრათ, რამდენად საშიშია რძის ნაწარმში აღმოჩენილი ნივთიერება aflatoxin M1 ჯანმრთელობისთვის და ზოგადად რა საფრთხეს უქმნის აღნიშნული სოკოვანი ტოქსინი ჩვენს ჯანმრთელობას? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. თავარი რაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ამ ეტაპზე რაღაც განსაკუთრებული საპანიკო სიტუაცია საქართველოში არ აქვს, რამე თუ პანიკა, ზედმეტი სტრესი უფრო უარესია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, უფრო უარესია ჩვენი ბავშვებისთვის და ჩვენი მშობლებისთვის, ვიდრე ამ ეგრეთ წოდებული aflatoxinis აღმოჩენა რძის პროდუქტებში. ხო, როგორც მოგეხსენებათ, ეს aflatoxini არის ეგრეთ წოდებული სოკოსგან, ობის სოკოსგან წარმოქმნილი ტოქსინი, რომელიც ისედაც ბუნებრივად შეიძლება იყოს არა მარტო რძეში, არამედ სხვა მარცვლეულ კულტურებში და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩვენ აქ უნდა გავთვალოთ, თუ თქვენ გადახედავთ და მე ამას გადავხედე და საერთოდ არ ვცვითოდი და არც არის ჩემი კომპეტენცია, ეს არის სურსათის უნებლობის სამსახურის კომპეტენცია, საერთოდ არ არის ექიმების კომპეტენცია, ეს უბრალოდ ჩვენ ვკითხულობთ პროდუქციას, ვკითხულობთ მის შემადგენლობას და აქედა შემადგენლობიდან ვირჩევთ მას, ურჩევთ მშობელს. მე თვითონ ვარ ავტორი წიგნისა, თანაავტორი ოსულთა, მეძუძურქალთა და ადრეული ასაკის ბავშვთა კვება და სწორედ იქ ერთ-ერთი მთავარი მიზანი რა იყო ამ წიგნის, რომ გვერდჩია ორსულობისთვის, მეძუძურებისთვის და ბავშვებისთვის სწორი და ჯანსაღი კვება. უბრალოდ ჩვენ ვენდობით იმ კომპანიებს, რომელთანაც აწარმოებენ შესაბამისად ასეთი ჯანსაღ პროდუქტებს, მაგრამ აქ არის მეორე პრობლემა, ხო, რა არის ნორმა? თქვენ თუ დააკვირდებით ევროპული რეკომენდაციებით არის სხვა ნორმა, 10-ჯერ უფრო მაღალია ამერიკული რეკომენდაციით, მისი დასაშვები ნორმა რძეში. აქედან გამომდინარე, აი თქვენ სტატიებსაც ალბათ რამდენიმეს გადახედავ და ყველა გადახედავ და ნუ გასაგებია, რომ ეს არის დაუშვათ ღვიძლზე დამაზიანებელი მოქმედება, მაღალი რისკი ჰეპატოცელულარული კარცინომისა, ზრდის განვითარების, ნეიროგანვითარების შეფერხება, ორსულებში და რძეში შეიძლება გადავიდეს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ თქვენ საქართველოში და უამრავ სხვა ქვეყნებში ბავშვებში პრაქტიკულად არ შეგხვდება და არც ყოფილა ასეთი დასაშვების შემთხვევა და არც მე რა ლიტერატურასაც გავეცანი, რაც შევძელი, არც არანაირი კლინიკური გამოვლინება ბავშვებში aflatoxinis მოწამვლის როგორც წვავე, ისე ქრონიკული გამოვლინებისა აღწერილი მე არ შემხვედრია. უფრო კიდე თუ არის რაღაც ესეთი ინფორმაცია, უბრალოდ უფრო მეც ტოქსიკოლოგები მოგაწვდიან თქვენ. მე რა ინფორმაციაც მოვიძიე, არც წვავე, არც ქრონიკული განპირობებული რაიმე პათოლოგია არ შემხვედრია. უბრალოდ აქ არის მეორე პრობლემა, ხო? აი მე ვნიშნავ დაუშვათ რაღაც კომპანიის საქართველოში წარმოებულ კვებას, ხო? ეს იქნება მე ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ აღნიშნულ პროდუქტს უფრო ნაკლებად ვიყენებდი, ხო, უფრო სხვა კომპანიის პროდუქტს ვიყენებდი, მაგრამ აქ ვენდობი კომპანიის წარმოებულს, ხო? აქ იყო საფაურის სოფლის ნობათი. მე მეგონა რომ რძე მზადდებოდა დაუშვათ საქართველოს სოფელში, ხო? იმიტომ რომ რაღაც სოფელი ისე არის ასოცირებული ჩვენთან და გონია რომ ის რაღაც უფრო ნატურალურია, მაგრამ აღმოჩნდა რომ არის პრობლემა, როცა რძე არის შემოტანილი სხვა ქვეყნიდან. ამიტომ ამას ჭირდება მკაცრი რეგულაცია. მკაცრი რეგულაცია ჭირდება როგორც მკაცრი მარეგულირებელი და ისე კომპანიის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, ხო? რომ მე უნდა ვიცოდე, როგორც ექიმა, თუ აძლევ მე კიდევ ერთხელ მეორე უფრო ნაკლებად ვნიშნავდი ამ კომპანიის რძის პროდუქტებს, მე უნდა ვიცოდე, რომ ეს კონკრეტულ შემთხვევაში რძე არ არის ქართული წარმოების. მე როგორც ექიმს მეგონა რომ იყო ქართული წარმოების. მე ვთვლი რომ ეს უფრო დიდი პრობლემაა. ამიტომ უნდა იყოს მკაცრი მარეგულირებლების მიერ ეს რეგულირებული და საბედნიეროდ რაღაც მე ვფიქრობ, რომ დროულად აღმოჩნდა და დროულად გაკეთდა იგივე რეგულაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ ბავშვებში
წვავე მოწამლა, ისევე როგორც ქრონიკული ექსპოზიციის შედეგად განვითარებული რაიმე პათოლოგია აფლოტოქსინისა არ შეგვხვდა. რამე თუ მე რაც ექიმი ვარ, აფლოტოქსინით დაბზიძურებული საკვები ბევრი გავიდა საქართველოს რეალობიდან. მე ხა არ დავასახელებ ამ კომპანიებს და შეგიძლია ყველამ ნახონ ესენი ის იქნება ჰოლანდიური, გერმანული, ბრიტანული, ფრანგული თუ ასე შემდეგ. ყოველთვის გადიოდა, ხდებოდა ამ საკვების ამოღება გარკვეულ წლის განმავლობაში, გარკვეული ხანით ხდებოდა ამ კომპანიების ამოღება და შემდეგ ისევ შემოდიოდა. ეხლა ეს რო ჩამოვთვალოთ თითოეულმა ჩვენთაგან, დავრჩებით მშიერი, ხო? მე ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვები რძე და რძის პროდუქტების გარეშე დავტოვოთ. მე ვიმედოვნებ და მჯერა, რომ საქართველოში არის მაღალი ხარისხის რძის პროდუქტები და მაღალი მათ შორის ამ კომპანიასაც ექნება და ალბათ აქ, მაგრამ და უნდა იქონდეს, მაგრამ აქ არის მეორე პრობლემა. მე როგორც ექიმა, როცა ვნიშნავ ამ კომპანიამ კიდევ ერთხელ მეორე კონტროლებული კომპანიის მე იშვიათ გამონაკლისში არც დამინიშნია პრაქტიკულად, უნდა ვიცოდე, რომ ეს რძე სად არის წარმოებული და უნდა მქონდეს ამის შესახებ ინფორმაცია, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ მეორებ ექიმს, მეგონა რომ ეს მზადდებოდა საქართველოში, მაგრამ კიდევ ერთხელ მეორებ. ისეთი შემთხვევებით აფლატოქსინი, რაც გაავრცელა ჩვენმა სურსათის უნდობლობის სამსახურმა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, აბა ვიღაცას ხო უნდა დაუჯეროს ექიმა, გასაგებია, ყველაფერი უნდობლობა, რაღაცა დაპირისპირება ხალხის და ასე შემდეგ. რაღაცას ხო უნდა დაიჯეროს სარწმუნო წყაროებს, ხო? სარწმუნო წყაროები არის ის რეგულირება, ის მარეგულირებები, რასაც ჩვენ ვიღებთ, ეს იქნება ევროპული, ამერიკული, ჩვენი ქვეყნის თუ ასე შემდეგ, ამიტომ ანკროტოულ შემთხვევაში თითოეული ჩვენთაგანი ვიმორჩილებით მას და გვჯერა, რომ სწორედ ამ თქვენი ეს განწყობაც ახლა ბევრი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან მაღალია ინტერესი ბუნებრივი ამ საკითხის მიმართ და შესაბამისად ნებისმიერი დამაიმედებელი გზავნილი ახლა თქვენგან ნამდვილად ყველასთვის ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტიც კი არის. კი, და სწორედ ასე დაიწყო ბატონმა თემურმა თავისი ჩართვა დღეს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია დიახ, ისმენთ ბატონ თემურ. პასუხისმგებლობით შემიძლია აღვნიშნო, რომ თქვენ შვილებს ისევე როგორც ჩემ შვილებს, რომელთაც ვაჭმევდი სოფლის ნობათსაც, უფრო სხვა კომპანიის კიდევ ერთხელ მეორებ რძის პროდუქტებს, სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ შვილებს, ჩემ შვილებს არ განუვითარდებათ როგორც მწვავე, ისე ქრონიკული მოწამვლის აფლატოქსინის სინდრომები. მაგას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, ამიტომ არ უნდა ავყვეთ კიდევ ერთხელ მეორებ პანიკას. თავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი რა არის? სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, ოქროს სტანდარტი ძუძუთი კვება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, 6 თვის შემდეგ ხდება სხვადასხვა დანამატი, ჩვენ გვაქვს რძის პროდუქტები კიდევ ერთ ავთენტური, ეთნიკური მაწონი ყველაზე უნიკალური ფორმულა, მე კიდევ ერთხელ მეორებ, მეგონა რომ ეს მაწონი მზადდებოდა ქართული რძისგან. აღმოჩნდა რომ მზადდება აზერბაიჯანული რძისგან თურმე, არ ვიცი. ამიტომ კომპანიას უნდა ქონდეს მეტი პასუხისმგებლობა და უნდა დაამზადოს და უნდა გვითხრას სწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ეს იქნება მოგვარებული, ეს უნდა იყოს კაცრად რეგულირებული. ჩვენ გვაქვს უნიკალური რძის პროდუქტები, კიდევ ერთხელ მეორებ, ეხაც არის ჩვენ ბაზარზე უამრავი და მე ვფიქრობ, რომ პრაქტიკულად ყველა რძის პროდუქტი რაც ეხა იყიდება არის ჯანსაღი, იმიტომ რომ ეს არის რეგულირებული. ჩვენ ვენდობით ამ კომპანიებს, ვენდობით ამ მარეგულირებელებს. მაშინ უნდა ვიცხოვროთ სხვა ქვეყანაში და ვენდოთ EMA-ს და WHO-ს და FAO-ს და იმ ქვეყნების რეკომენდაციებს. ამიტომ მე აბსოლუტურად ვიზიარებ და მჯერა იმისა, რომ ბავშვებს არ განუვითარდებათ არანაირი კლინიკური ნიშნები. ჩვენც ჯერა, მაგრამ ბატონ თემურ, მაინც არსებობს კითხვები ამ თემის ირგვლივ, რომელიც გვინდა რომ გავაჟღეროთ, დაგისვათ და აი მაყურებელს ახლა რა კითხვაც დაებადებოდა თუნდაც თქვენს მიმართ დაგისვათ ეს შეკითხვები. კი ბატონო, პირველი თქვენ მადლობა იმისთვის, რომ რამდენჯერმე განმარტეთ, რომ არ უნდა ჩავარდეთ პანიკაში, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დღევანდელ ვითარებაში. ზოგადად ჩვენია, ადამიანებს ჩვევიათ ასეთი რამ და თქვენს მიერ გაჟღერებული ეს ფრაზა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მაინც მინდა გკითხოთ, თუ ერთჯერადად მაინც მივიღეთ ისეთი რძის ნაწარმი, რომელიც აფლატოქსინს დასაშვებ ნორმაზე მეტ კონცენტრატს შეიცავს. გავართ თუ არა ჯანმრთელობის რისკის ზღვარზე, თუ მისი მხოლოდ სისტემატიური მოხმარება გვაყენებს ჯანმრთელობის რიგი პრობლემების წინაშე. ესეც რომ განუმარტოთ უბრალოდ. რა თქმა უნდა, მისი მხოლოდ ქრონიკული ექსპოზიცია, ანუ დიდი და ხანგრძლივი რაოდენობით მისი მიღება. ეს არ შეეხება მარტო რძის პროდუქტებს, რატო აფლატოქსინები არის
მარცვლეულებში, თხილეულში პრაქტიკულად საკმაოდ ხშირად ხდება და თქვენ თუ შეხავთ სხვადასხვა ქვეყნის აი ამ მარეგულირებლების საიტებზე ნახავთ რომ რაღაც გარკვეულ პერიოდში ერთი თვის განმავლობაში ერთი თხილის პროდუქტი ამოიღეს, მეორე რაღაც კაკლის შემცველობა ამოიღეს, ეს ეხა საჯარო ინფორმაცია და იგივე ჩვენ ქვეყანაში შეიძლება იგივე ხდებოდეს და არ იყო ესეთი ინფორმირებული და ესეთი მასობრივი ინფორმაციით გავრცელება. Რა თქმა უნდა, ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ მოხდა მისი ხანგრძლივი ზემოქმედება, მაგრამ ბავშვებში, როგორც მოგეხსენებათ, საბედნიეროდ არ არის სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიები, მათ იმიტომ რომ 18 წლამდე როგორც წესი არ ექნებათ ესეთი ხანგრძლივი ექსპოზიცია და აქედან გამომდინარე არ განუვითარდებათ ის კლინიკური სიმპტომო კომპლექსი, რაც შეიძლება აფლატოქსინის მოწამვლამ როგორც წვავა, ისე ქრონიკულმა გამოიწვიოს და მე ვიმედოვნებ, რომ მუდმივად მკაცრი მარეგულირებლების მიერ იქნება შემოწმებული არა მარტო ძვლის პროდუქტები. თქვენ რო ჩამოიაროთ, ეხლა თქვენ რა გონიათ სხვა პროდუქტებში რო დაიწყოს ნებისმიერი პროდუქტი რო შეამოწმოს 100-დან 30-ში შეიძლება არა მარტო საქართველოში, ესე იქნება ევროპის ქვეყნებშიც, ამერიკაშიც შეიძლება რაღაც მავნე ნივთიერებები აღმოვიჩინოთ ზოგ შემთხვევაში დასაშვებზე მეტყვი, ან და მაშინ ყველაფერი უნდა ამოვიღოთ და დავრჩეთ, იმიტომ რომ გლობალური პრობლემა რა არის, სოფლიოსი არის შიმშილი. ხო, შიმშილის ყველზეა და ეს ბავშვებს თუ რძე და რძის პროდუქტები ამოუღეთ, რომელიც შედარებით იაფია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. რძე და რძის პროდუქტები სხვა პროდუქტებთან შედარებით იაფია. ვერ დავტვირთავთ მართ კალციუმით, ვერ დავტვირთათ მინერალებით, არ იქნება რკინით დატვირთვა და ასე შემდეგ და მივიღებთ უფრო სხვა პრობლემებს, რომელიც უკვე პედიატრიული პრობლემებია და რომლის მოგვარება მერწმუნედ საკმაოდ რთულია. ამიტომ არ უნდა აუყვეთ პანიკას, უნდა ვენდოთ იმას, რაც როცა გვეუბნებია, რომ ეს კონკრეტულად ამ კომპანიის პროდუქტი ამ ეტაპზე არის ჯანსაღი და უნდა მივიღოთ ჯანსაღი პროდუქტი და თუ არ არის ჯანსაღი პროდუქტი, ის დროულად უნდა იქნას ამოღებული ბაზრიდან. ბატონ თემურ, ერთი კითხვა მაქვს თქვენს მისამართით და შემდეგ უკვე დაგემშვიდობებით. გასაგებია, რომ მარეგულირებელი ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ აი არსებობს თუ არა სახლის პირობებში აფლატოქსინის განსაზღვრასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაცია და თუ ის აღმოჩნდა რძის ნაწარმში, არის თუ არა შესაძლებელი, რომ აი მაღალ ტემპერატურაზე მისი თუნდაც წამოდუღებისას მოკვდეს აი ეს საშიში ტოქსინები, რომელიც არის რძის ნაწარმში. როგორც თქვენ ნახეთ, მაღალ ტემპერატურაზე წამოდუხებისას არ კვდება ეს ტოქსინი, იმიტომ რომ ისეთი ძლიერი ტოქსინია სახლის პირობებში ვერ განსაზღვრათ ორი მეთოდია. მისი განსაზღვრა ეს არის ელაიზა მეთოდი და იმუნოქრომატოგრაფიული მეთოდი. ეხლა ამის კვლევა ეს საკმაოდ ძვირად ღირებული აპარატებია, რომელიც აქვს ჩვენ ქვეყანას და სხვადასხვა ლაბორატორიებს და იქ ხდება მასი დიფერენცირება. რა თქმა უნდა, არ მოხდება სახლის პირობებში და მეორე პრობლემა არ უნდა დაიწყოთ ეხლა რაღაც პანიკას აყოლა და პაციენტებმა რაღაცის კვლევა ბავშვებმა შარტში თუმ იყო საუბარი აფლატოქსინის განსაზღვრა, სისხლში განსაზღვრა, იქ რაღაც ღვიძლის ფუნქციები. თქვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენ ბავშვებს სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა და გლობალური ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა არ გემუქრებათ. ამას ვამბობ ისევ როგორც ჩემ შვილებს, ისევ როგორც თქვენ შვილებს. ამიტომ რაღაც დამატებითი კვლევები, დამატებითი ინვაზიური მეთოდები, დამატებითი სტრესი, როგორც შობლის, ისე ბავშვებისთვის არ არის საჭირო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა ვენდოთ და დაუჯეროთ იმ კარც მარეგულირებელს და ამ კონკრეტულმა კომპანიამ ნება უნდა იბოძოს და სხვადასხვა ქვეყნებში, ის იქნება ევროპის თუ ამერიკის თუ ასე შემდეგ, უნდა გადაამოწმოს თავისი თუ უნდა რომ ისე ოდესმე რეპუტაცია დაუბრუნდეს. ეხლა კომპანიისთვის საკმაოდ რთულია, ხო? ამხელა კომპანია დაახლოებით ჩემი პაციენტების 30% მაინც იღებდა სოფლის ნობათის პროდუქტებს, ხო? ამიტომ კომპანიამ უნდა გადაამოწმოს უფრო მკაც მარეგულირებელს, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების, ამერიკის და აი ეს მტკიცებულებები უნდა წარმოგვიდგინოს, რამე თუ იქ და აქედან გამომდინარე ის რეპუტაცია მან უნდა დაიბრუნოს, რამე თუ იგივე რძის პროდუქტები უნდა იყოს ჩვენ ბაზარზეც. ბატონ თემურ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. გარდა იმისა, რომ საინტერესოც გვესაუბრეთ და ამომწურავად პირველ რიგში, თავარი ალბათ აქ ის არის, რომ დავმშვიდდით ყველაფერთან ერთად და ეს ნამდვილად კარგია, იმიტომ რომ მღელვარება არის ამ თემის ირგვლივ. შესაბამისად, მადლობა უნდა გითხრათ ძალიან დიდი და დაგემშვიდობოთ.